უკრაინის მიზანი ნატოში გაწევრიანებაა. ამაზე ახალ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ. გამთენიისას რადას შენობასთან გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე, რომელიც ევრომაიდანის დაწყების წლის თავს მიეძღვნა პოლიტიკურმა ძალებმა კოალიციური შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. დოკუმენტში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხია გაწერილი და რამდენიმე დღეში მისი საბოლოოდ გაფორმება მოხდება. კოალიციის მიღმა რადაში მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების ოპოზიციური ბლოკი რჩება. ევრომაიდანის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. პეტრო პოროშენკოს გამოჩენას ხალხის უკმაყოფილო შეძახილები მოყვა. შეკრებილები პრეზიდენტისგან მაიდანზე დემონსტრანტთა მკვლელობის საქმის გამოძიებას მოითხოვდნენ. ამ საქმეზე ყოფილი სპეცრაზმელები არიან დაკავებული, თუმცა საქმე სასამართლომდე ჯერ არ მისულა. პოროშენკომ განაცხადა, რომ ყველა მაიდანზე დაღუპულს უკრაინის გმირის წოდებას მიანიჭებს. 2013 წლის 21 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, ხალხმა მაიდანზე მასობრივად შეკრება დაიწყო. 30 ნოემბერს დემონსტრაცია მაიდანზე სპეცრაზმელებმა სასტიკად დაარბიეს. ამას კიდევ უფრო ხალხმრავალი გამოსვლები მოყვა. იანუკოვიჩის ხელისუფლება დათმობაზე არ მიდიოდა და დემონსტრანტების სპეცრაზმის მეშვეობით დაშლას ცდილობდა. იანვრის ბოლოს კიევის ცენტრში შეტაკებები დაიწყო, რასაც პირველი მსხვერპლი მოყვა. 18-20 თებერვალს კი ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება მაიდანზე 3 თვეს გაგრძელდა. 22 თებერვალს პრეზიდენტი იანუკოვიჩი კიევიდან გაიქცა. ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. კიევს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწვია. იგი შეხვედრებს ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან მართავს. ბაიდენი ასევე მაიდანის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კიევში სამხედრო დახმარების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამერიკული მედიის ცნობით, ადმინისტრაცია უკრაინას შეიარაღებას არ მიაწვდის, თუმცა არალეტალური საშუალებების მიწოდებას გაზრდის.